დღეს 7 აგვისტოა და 17 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოში. იგი შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და დაიკავა ჩვენი ტერიტორიები. ჩვენი სამხედროები, რა თქმა უნდა, მედრილად ებრძოდნენ მტერს და საკადრისი პასუხი გასცეს მათ. მათ შორის იყო წალენჯიხელი კობა ხარჩილავაც, რომლის საფლავზეც დღეს მოვედით, რათა პატივი მივაგოთ მის სულს, მის სახელს და მადლობა მოუხადოთ მის ახლობლებს, მის მშობლებს იმისათვის, რომ მსგავსი ადამიანები აღზარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალი წალენჯიხელი ემსხვერპლა ასევე უკრაინასთან ომს და წალენჯიხა მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს ქართველი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა და არჩევს მტერსა და მოყვარეს. ამ ადამიანებმა იციან, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ვინ არის ჩვენი ქვეყნის მოყვარე და შესაბამისად ხვდებიან ყველა მათგანს. დიდება საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს და მადლობა მაცულებს, ვინც თავი შესწირა ჩვენს ქვეყანას. 37 წლის გახდებოდა დღეს კობა ხარჩილავა, რომელიც ჩვენთვის ეროვნული გმირია და დღეს ამოვედით დღევანდელ დღეს 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების დღეს და მის მშობლებთან ერთად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას ისტორიისთვის. ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ერთ დღეს 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს დაიწყო. 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ინტერვენცია, სამხედრო ფართომასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ. მან აგრესიულად დაარღვია ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს და 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 8 აგვისტო არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, სადაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენივე ტერიტორია და ჩვენივე ხალხი. ამიტომ ისტორია არის ზუსტი მეცნიერება, რომელსაც ჭირდება დაცვა, რომელსაც ჭირდება როგორც ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტს დაცვა, ასე ჭირდება ზუსტ ისტორიას დაცვა, იმისთვის, რომ მსოფლიო მიცოდეს რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ დღეს აღნიშნავთ დღეს, როდესაც რუსეთმა შეძლო ჩვენ ქვეყანაში სამხედრო ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელება. რაც შეეხება ამ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც სიცოცხლე შეწირა გორის მისადგომებთან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენს ისტორიაში როგორც გმირი, მებრძოლი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მაგრამ ჩვენ რუსეთს ბოდის არ მოუხდით. ჩვენ უნდა მოუხადოთ ჩვენ გმირ შვილებს ბოდიში, რათა რუსებმა იმ ქვეყნად გაამგზავრეს. დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს, ყველა ვაჟკაცის ხსოვნა და მოგონება ყოფილიყოს, ვინც საქართველოს მთლიანობას შესწირა თავი და ამაო არ ყოფილიყოს ჩვენი შვილების სისხლი. შემაშინა დაამთავრა ჯარის საშუალო სკოლა. შემდეგ წავიდა ჯარში და კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოს მოხდა ის, რაც მოხდა. მე ვამაყობ იმით, რომ ასეთი ვაჟკაცი შვილი გავზარდე, მე ვარ გმირი შვილის დედა და მე ამაყება ჩემი
ჩვენ დაყოს შორს საქართველოს განშორს საქართველოს ჭირსაში განიმაგარე ისჩინაზე გაიტანე მხოლოდ შენი სიმართლე ისე როგორც არასოდეს დღეს ერთმანეთს ჭირდებით მამულის დასაცავად განან ჩვენი ბიჭები გამარჯვება მშვიდობისთვის მოვა უფლისიმეთით არ შეშინდე საქართველო გაგენდება სიმღერით გაგენდება სიმღერით გაგენდება სიმღერით ჩვენი მიწის დასაცავად მეც თქვენ გვერდის ბიჭები ისე განათლებაზე საშუალოზე ჭირსაში გამაგრდი ის სერვალზე აიტანე შენი სული ამაგი შენი სული ამაგი შენი სული ამაგი ის სერვალზე აიტანე შენი სული ამაგი გამარჯვება ისევ განათდება ჩემი სამშობლო მასე